ეს სამყარო არასწორია, უსამართლოდაა შექმნილი თქვენო მეუფებავ. უნდა ვაღიარო, რომ რაც თქვენს გვერდით ვარ ეს პერიოდი და გიყურებთ, ღმერთზე ვბრაზდები. არ მესმის, რატომ დაუშვა მან ასე ცოტა იღბლიანი ადამიანი დედამიწაზე. ოჰ, ჩემო გალიონ, საპირისპირო ყველგან არსებობს. ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენ არ გვესმის. თუმცა რწმენაში და ღვთისქმედებაში სრული ნდობა მუდამ უნდა გქონდეს და შევეცადოთ, რომ შეზღუდული მიწიერი გონებით ღმერთი არ განვსაჯოთ. მაგალითად გახსოვს არმანოპულოსმა ტაძარში მახარობლის მოხატვა რომ დაიწყო? გახსოვს, რასაც შენი შესაძლებლობებით ხედავდი, იმას დაშინებით რომ ამბობდი, ხატები დათხოვნული ნახატებივით გამოვაო. მაგრამ ახლა მათ წინ საათობით გახარ და მათ მშვენიერებას ადიდებ. მაშასე, ისეთი რწმენა რომ გქონდეს როგორც ხელოვნებაშია, იქამდე დაელოდებოდი სანამ საბოლოო ნახატს არ იხილავდი. არავითარ შემთხვევაში არ მოექცეოდი ნახევრად შესრულებული საქმის ზემოქმედების ქვეშ. ჩვენი უფლის გზაც ასეთია. ერთგულად მოთმინებით და იმედით უნდა დაველოდოთ მის საბოლოო განაჩენს.